იმედია გეცნობათ ეს რა არის. ეს არის ბუჩქებში რო სატაცური ამოდის. ეს არის რა. ამას სპეციალურად თუ ვინმე არ დაგიკრეფავთ. მაღაზიაში არ ყიდიან ესეთ პროდუქტს. აი უყურეთ როგორა. აი დავაკვირდით ახლა საიდან ეცემ შეყო ხელი. ჩამოიყვანო. და მე ესეც ყვეტავ რა, სადაც თავისით გაწყდება, იქ უნდა მოწყვიტო. ერთ სიტყვით ეს არის ძალიან მაგარი დალოცვილი ჩვენი ბუნებისგან ბოძებული სატაცური რა. იმას ეძახიან, ბუჩქის ჯაგის სატაცურს ეძახიან ამას. ესეც ბუჩქებში იზრდება. ანუ აი ესეთ თაგორიან ადგილზე, სადაც ეკლიანი ბუჩქები ხარობს, შიგ ბუჩქებში ამოდის. არის ხოლმე რომ ვაკი ადგილებზეაც, აი ესე მინდორზეაც მოდის, მაგრამ ძირითადად აი უყურე, აი კიდე აღმოაჩინე ერთხელი. აი ესე დადიხარ დაზორები ბუჩქებში. რო გევასება რა, იყვარს. არ დავიწყე რა ეხლა. ამეკელებს და იმას. უბრალოდ სიამოვნებს რა, ეს სპორტია რა, ჩვეულებრივი. ეს მცირეა რაც ხელში მიჭირო, საკმაო რაოდენობით დავკრიფი. და მარხვაზე ვინც არის, იმ ადამიანებისთვის არის მაგარი აი ესეთ საჭმელია რომ სიხარულით რომ ირთმევენ ხოლმე რა. ასე რომ ეს დალოცვილი ბუნება ყველაფერს გვაძლევს, ყველაფერი გვაქვს, თავარია გაუფრთხილდეთ. ყოველთვის რა. სამარხო პერიოდია თუ რა, თვითონ ბუნება გვექნის იმ პირობებს, რომ შიმშილით არ მოყდეს ადამიანი. ესეთი ამბები გვაქვს ჩვენთან. ხა კიდე აღმოვაჩენ ამას და ბანე სახლისკენას ნენელა გაუდგები გზას. აი ესეთ გარემოში ხარობს რა ძირითადად ეს მცენარე. ხო იყიდება რაღაცა დეკორატიული სატაცური, მაგრამ ეს სატაცური ბევრად კალორიულია, ბევრად გემრიელია და მე კიდე აღმოვაჩინე უბრალოდ ძალიან რთული დასაკრეფია. მოდი. აი ეს ერთ-ერთობით აქ შრომაც გიფასდება რა მე. შრომაც გიფასდება რა, ნენელა ბევრდება მე და კაი შრომის და ეკლებში ძრომიალის მერე საკმაო რაოდენობით გააქვს უკვე და კმაყოფილი ბრუნდები რა. ასე რომ თუ ვინმე დაგპატიჟებთ სატაცურზე, უარი არ თქვათ რა, იმას ძალიან ბევრი აქვს ნაცვალები რომ იცოდეთ რა. ბევრი აქვს ძალიან ნასიარულები და ეკლებში ნაძრომილები. და გიყოფს თავის შრომის ნაყოფს რო იტყვიან, უარი არ ზდოს არ თქვათ ამ უგემრიელეს კერძზე.